გახსნილი ფურცლის პანჯარაში გადადით ჩანართზე View და გახსენით ღილაკის Freeze Panes menu. ბრძანებების სიაში აირჩიეთ პუნქტი Unfreeze Panes. რამოდენიმე გვერდიგვერდ მყოფი უჯრედი შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ უჯრედად, საერთო ფორმატით. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოყავით საჭირო უჯრედები. გამოყოფილი ზონა აუცილებლად მართკუთხედი უნდა იყოს და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Arrangement გახსენით ღილაკის Merge and Center menu. შენიშვნა: ხსენებული ღილაკი მიუწვდომელია თუ გამოყოფილი უჯრედები რედაქტირების რეჟიმშია, ან თუ საერთოდ არ არის გამოყოფილი უჯრედები. ბრძანებების სიაში აირჩიეთ პუნქტი Merge and Center, უჯრედების გაერთიანება ერთ უჯრედად და ინფორმაციის ცენტრში მოთავსება. პუნქტი Merge Cells, უჯრედების ერთ უჯრედად გაერთიანება. პუნქტი Merge Across, გამოყოფილი უჯრედების ერთი სტროფის გაერთიანება. შენიშვნა: უჯრედები შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ უჯრედად, მხოლოდ მაშინ, თუ კი ისინი ქმნიან მართკუთხედს. რამოდენიმე უჯრედის ერთ უჯრედად გაერთიანება, თუ კი მასში ტექსტი იმყოფება, მოახდენს ინფორმაციის ჩანაცვლებას ყველა უჯრედში, ზედა მარცხენა უჯრედის ინფორმაციით. საერთო გაერთიანებული უჯრედი შეგვიძლია დავშალოთ ისევ უჯრედებად. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოყავით საჭირო გაერთიანებული უჯრედი და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Arrangement გახსენით ღილაკის Merge and Center menu. ბრძანებების სიაში აირჩიეთ პუნქტი Unmerged Cells. შენიშვნა: გაერთიანებული უჯრედის დაშლა არ გულისხმობს გაერთიანების დროს წაშლილი ტექსტის აღდგენას. პირველი მეთოდი: გახსნილი ფურცლის პანჯარაში დააწკაპუნეთ თაგვის მარჯვენა ღილაკზე იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს განლაგებული ახალი უჯრედი. კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ პუნქტი Insert. გახსნილ პანჯარაში აირჩიეთ საჭირო მონაცემი: უჯრედის ჩასმა მარჯვნიდან, მარცხნიდან, ან სტროფის ჩასმა. დახურეთ პანჯარა ღილაკზე OK დაწყაპუნებით. მეორე მეთოდი: გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოყავით უჯრედი, სადაც უნდა ჩაისვას ახალი. გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Cells გახსენით ღილაკის Insert menu და ბრძანებების სიაში აირჩიეთ ბრძანება Insert Cells. შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს პირველ მეთოდშია მოცემული.